ილუმინატების მსოფლიოს შეთქმულება, რომელზეც დღეს ამდენ საუბრობენ, ერთი შოტლანდიელი მეცნიერის აუტანელმა ფიზიკურმა ტკივილებმა და ოპიუმის სისტემატურმა მოხმარებამ შვა. ჯონ რობინსონი იყო ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. ჰქონდა უნაკლო სამეცნიერო რეპუტაცია, თუმცა მან გამოსცა წიგნი, რომელმაც მისი აკადემიური წარსული სრულიად გადაფარა. მან გამოსცა ეს წიგნი. წიგნის მიხედვით საფრანგეთის ისლამური რევოლუცია იყო არა ხალხის ჯანყი, არამედ ილუმინატების მიერ ორკესტრირებული გეგმა. მათი მიზანი საყოველთაო წყვდიადის ეპოქის დადგომა გახლდათ. რატომ დაიჯერა ეს ხალხმა? იმიტომ რომ საფრანგეთის რევოლუციის ლოგიკა დაიკარგა. იაკობინელებმა, რომლებმაც მონარქია დაამხეს, თავად დაასრულეს სიცოცხლე გილიოტინაზე. ევროპა შოკში იყო და ტერორს ვერ ხსნიდა. რობინსონმა კი მათ უთხრა, რომ ეს ყველაფერი გაცილებით დიდი, უხილავი თამაშის ნაწილი იყო. ვინ იდგა ბოროტების სათავეში? ადამ ვაისჰაუსპი, ბავარიელი ილუმინატების ორდენის დამაარსებელი. სინამდვილეში ვაისჰაუსპი სულ არ გავდა მსოფლიო ბოროტმოქმედს. ის იყო დესპოტური, მაგრამ წარუმატებელი ფიგურა, რომელსაც საკუთარ ორდენში წევრების შეგროვებაც კი უჭირდა. 1794 წელს მისი ორდენი აკრძალეს, თავად კი გოთაში გადაასახლეს, სადაც საკუთარ თავზე მორალისტურ მემუარებს წერდა. მაგრამ რობინსონისთვის ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო. ამ ყველაფერს მტკივნეული ახსნა ჰქონდა. 1795 წლიდან რობინსონის იდუმალი აუტანელი სპაზმები დაიწყო საზარდულის არეში. ლონდონისა და ედინბურგის საუკეთესო ექიმებმა მას ვერაფერი გაუგეს. გაუსაზღლისი ტკივილების გამო ის ლოგინს მიეჯაჭვა და ოპიუმის რეგულარულ მომხმარებლად იქცა. მეგობრების თქმით, წამალმა ის მელანქოლიური და პარანოიდული გახადა. როდესაც ევროპიდან ტერორის ამბები მოდიოდა, ოპიუმით გაბრუებული მეცნიერების გონებაში ფაქტები ერთ-დიდ შეთქმულებად გადაიხლარდა. გარდა ამისა, რობინსონს ჰქონდა პროფესიული ბოღმაც. ფრანგმა მეცნიერმა ანტუან ლავუაზიემ თავისი აღმოჩენით რევოლუცია მოახდინა. რობინსონი ამას ვერ ეგუებოდა. მის წიგნში ლავუაზიეს და ბრიტანელი ჯოზეფ პრესლიც ილუმინატები არიან. ის ამტკიცებდა, რომ მადამ ლავუაზიეს სალონში ოკულტური რიტუალები ტარდებოდა, სადაც ძველი სამეცნიერო წიგნებს წავდნენ. ხოლო გერმანიაში ბარონ ჰოლბახის სალონში თითქოს ბარებებისაგან ნაყიდ ბავშვებს ცოცხლად კვეთდნენ სასიცოცხლო ენერგიის საპოვნელად. ბრიტანეთში მისმა წიგნმა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ის ბესტსელერად იქცა. იქ ფედერალისტებმა ის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენეს და თვით თომას ჯეფერსონიც კი საფრანგეთის რესპუბლიკისადმი სიმპათიის გამო ილუმინატთა ორდენის წევრობაში დაადანაშაულეს. რობინსონი 1805 წელს გარდაიცვალა. მიუხედავად მისი წარმატებული სამეცნიერო კარიერისა, ის მაინც საზოგადოებისთვის ამ წიგნით დარჩა ცნობილი. ადამიანებს უჭირთ დაიჯერონ, რომ ისტორიულ კატაკლიზმებს უბრალო მასები ქმნიან. მათ ურჩევნიათ იფიქრონ, რომ სადღაც ფანატიკოსების ხედან და მართავენ მსოფლიო პოლიტიკას. თქვენ რას ფიქრობთ? გჯერათ, რომ ისტორიულ პროცესებს უხილავი ძალები მართავენ? თუ ეს უბრალოდ ჩვენი ფსიქიკის თავდაცვითი რეაქცია სამყაროს ქაოსის წინააღმდეგ? დაწერეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.